წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან კრივს 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოკრივე ლურჯ კუთხეში ბათუმიდან ჯაბა ლაზი მემიშიში. Just a man and his will to survive. So many times it happens too fast. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night. მისი მეტოქე წითელ კუთხეში მოკრივე თბილისიდან გიორგი ფოცხვერაშვილი. Face to face out in the heat, hanging tough, staying hungry. Face back the odds, still we take to the street for the kill with the skill to survive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight. რეფერი 링ზე ბატონი გელას კირტლაძე. მაშასე მეგობრებო, მორიგი ორთაბრძოლა. საკმაოდ საინტერესოდ მიდის დღევანდელი შოუ. აშკარაა რომ მოკრივეები ყველა ვინც გამოვიდა დიდი შემართებით იყო. საინტერესო ორთაბრძოლები ვნახეთ და აი კიდევ ერთი ორთაბრძოლა 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიან ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან ვეტერანი ძალზე გამოცდილი მოკრივე ბათუმიდან ჯაბა მემიშიში და მისი მეტოქე გიორგი ფოცხვერაშვილი. ჯაბა მემიშიშს ყველა იცნობს ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში, ძალიან დიდი გამოცდილების მოკრივეა წლების განმავლობაში. არაერთი ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე, მათ შორის არაერთი ევროპაში, თუმცა საქართველოში 2018 წლის შემდეგ აღარ უბრძოლია ჯაბას და აი ახლა ეს მართლა ძალზე გამოცდილი მოკრივე უბრუნდება საკუთარ სამშობლოში პროფესიონალური კრივის რინგს. რაც შეეხება მის მეტოქეს გიორგი ფოცხვერაშვილს, ახალგაზრდა ძალიან კარგი მოკრივეა, რომელმაც ასევე მიიღო უკვე გამოცდილება საზღვარგარეთ გამართულ ბრძოლებშიც და ორივე მათგანი დღეს მხოლოდ გამარჯვებისთვის გავა რინგზე. მე მინდა წარმატებები უსურვო ორივე მათგანს. ნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ამ დაძაბულ ბრძოლაში.
ემჩნევა ჯაბა მემიშის თავისი კლასი, ემჩნევა გიორგი ფოცხერაშვილის თავისი მონდომება. სუბუქი წონის მოკრევეები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. კარგად შევიდა ორჯერ ფოცხერაშვილი, შემდეგ გაუცდა დარტყმები, თუმცა დაცვაში კარგად მოქმედა და არა, ეს ნოკდაუნი არ არის. მხოლოდ მიწოლის შემდეგ წაიქცა ჯაბა მემიშიში. ფოცხერაშვილი ცდილობს პირველ ნომრად იმუშაოს, მემიშიში კი გამოცდილი მოკრევე ჭკვიანურად მეორე ნომრად ცდილობს წარმატების მიღწევას. აღსანიშნავია, რომ ჩვენ წეხან რინგზე ვიხილეთ ჯაბა მემიშიშის ძმა, მამია მემიშიში, რომელიც საბრძოლველად გამოიწვიეს. მამია მემიშიშის პროფესიონალური კრივის რინგზე არ აქვს ჩატარებული ბრძოლა, თუმცა ბრძოლა ჩატარებული აქვს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ძალიან გამოცდილი მებრძოლია და სავარაუდოდ შედგება მამია მემიშიშის ორთაბრძოლაც უახლოებულ შოუებზე, ზოგადად ძმები მემიშიშები თავის დროზე საბრძოლო ხელოვნებაში საქართველოში ყველასათვის იყვნენ ნაცნობები, ძალიან გამოცდილი და კარგი მოკრევეები არიან. სწორედ მამია მემიშიშს ვხედავთ ჯაბა მემიშიშის კუთხეში სეკუნდანტად, რაც შეეხება გიორგი ფოცხერაშვილს, მისი სეკუნდანტი გახლავთ გიორგი აბრამიშვილი, კიდევ ერთი ძალიან კარგი წარმატებული მოკრევე და ამავდროულად უკვე ძალიან კარგი მწვრთნელიც ვერისბაღის კრივის დარბაზიდან. კარგი იყო ამ შემთხვევაშიც ჯაბა მემიში. ნახეთ როგორ ზვერა მემიშიში ელოდება თავის დროს. ეს არის გამოცდილება მოკრევის, ცდილობს ზედმეტად ენერგია არ დახარჯოს, მხოლოდ ზუსტი დარტყმები, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო მომენტში. აი ახლაც კარგად გადავიდა შეტევაზე მემიშიში. უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს მემიშიშს, კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა განახორციელა ბათუმელმა მოკრევემ. საბრძოლო თიკუნით ლაზი. კარგი შეტევა იყო, კარგი დარტყმები ამ შემთხვევაში მემიშიშის მხრიდან. კარგად გავიდა, გამოცდილება აშკარაა ჯაბა მემიშიშის. თავის მხრივ უძლიერეს დარტყმებს აყენებს მეტოქეს გიორგი ფოცხერაშვილიც. გაიმარჯვებს ის, ვინც მეტად იქნება მომზადებული. თორემ გამარჯვების სურვილი, რა თქმა უნდა, ორივე მათგანს აქვს. თითქოს ფოცხერაშვილს დაღლა დაეტყო, ვეღარ არის ისეთი ინტენსიური. უნდა იაქტიუროს ამ მოკრევემ. აი ვხედავთ, მემიშიში როგორი ზუსტია მოძრაობებში, სისწრაფე, დაცვა და მერე ინესტრება ფუტკარივით. აი ახლაც ძალიან კარგად მოქმედებს გამოცდილი მოკრევე. კიდევ ერთი საინტერესო რაუნდი იყო. მართლაც სასიხარულოა ისეთი გამოცდილი მოკრევეების დაბრუნება
პროფესიონალურ კრივის რინგზე საქართველოში საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ როგორც ჯაბა მემიშიშია სასიხარულოა რომ მიუხედავად იმისა რომ არაერთი ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული ამ მოკრევებს მაინც აქვს სურვილი და რაც თავარია მომზადება საიმისო რომ აი ასეთ მაღალ დონეზე გასასპარეზობა და იდგეს პროფესიონალური კრივის რინგზე ნამდვილად ამშვენებს ჯაბასნაირი მოკრევები ქართული პროფესიონალური კრივის შოუებს Back on the street. ზუსტად იგივე სტილში გრძელდება ორთაბრძოლა, თუმცა ახლა ფოცხერაშვილმა კარგი დარტყმა გააკეთა, თუმცა ჯაბა მემიშის კლასი არსად წასულა. ძალიან კარგად მოქმედებს ბათუმელი მოკრივე. არც ერთი ზედმეტი მოძრაობა. ყველაფერი თავის ადგილას სათანადო სიზუსტით. ფოცხერაშვილის ფსონი უდევს ძლიერ დარტყმებზე. ხანდახან აღწევს კიდეც მართლაც მიზანს, თუმცა ხშირად მემიშიში ახერხებს თავის დაცვას. აი ეს არის საკრივო ხელოვნება. კრივი არ არის ჩხუბი, ეს არის ხელოვნება. სადაც ცალკე აღებული არც ძალა, არც მონდომება, არც ტექნიკა, არც ხასიათი და არაფერი არ წყვეტს გამარჯვებულის ბედს, ყველაფერი ერთად წყვეტს ამ შემთხვევაში ორთაბრძოლის ბედს. ძალიან კარგი არის მემიშიში ამ შემთხვევაშიც თავიც კარგად დაიცვა და ძალიან ძლიერი დარტყმებიც მიაყენა. თუმცა უკვე ფოცხერაშვილი გადავიდა შეტევაზე. ძალიან კარგი მოქმედება რაუნდის ბოლოს. ყოჩახ ჯაბა მემიშიში კვლავ ფორმაშია. კვლავ თავის ვლაზეა და კვლავ ინტენსიურად იბრძვის. მეოთხე და მართლაც გადამწყვეტი რაუნდი. რაუნდა ითქვას ნათელია რომ ჯაბა მემიშიშმა მოიპოვა უპირატესობა. თუმცა როგორც გითხარით ეს კრივია, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ყველა რაუნდი გადამწყვეტია და ყველა დარტყმა შეიძლება შეცვალოს ბრძოლის ბედი, ასე რომ ფოცხერაშვილს მართებს მეტი კონცენტრირება, მეტი დაკვირვება და ბოლო ენერგიები უნდა ჩადოს თუ უნდა წარმატების მიღწევა ამ ბრძოლაში. Let's go. No fear in my blood. Champion, one shot, one moment, eye on this ground. მემიშიში კარგ ფიზიკურ ფორმაში გამოიყურება.
და არც შოუს ერიდება როგორც ჩანს შოუს დრო მოვიდა თბილისურ რინგზე ბათუმელი მოკრივის შესრულებით მინდა გითხრათ მეგობრებო რომ დარჩენილია ორთაბრძოლები ნიკოლოზ ქარსელაძე და დავით ბადურაშვილი შემდეგ უკვე დაიწყება მეინ კარდი თეონა ფიროსმანაშვილი უზბეკი ჟასმინა ურინოვას წინააღმდეგ გიორგი გიგნიაშვილი აჩიკო ოდიკაძის წინააღმდეგ მერაბ თურქაძე გივი თოდუას წინააღმდეგ და ბოლოს კი საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება 10 რაუნდიანი ორთაბრძოლა ნოდარ ბაქიძე ვალერი გოჯიაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სუპერსაშუალო წონის ქამრისათვის ბრძოლაში მეტად უნდა იაქტიუროს ფოცხერაშვილმა. მეტად უნდა იაქტიუროს. თუმცა არ აძლევს ამის საშუალებას მემიშიში. აი ხედავთ. მუშაობს მაყურებელზე. ეფექტორია ჯაბა მემიშიშის მოძრაობები და ამით ფსიქოლოგიურადაც ანგრევს მეტოქეს. ფოცხერაშვილმა კი თითქოს გამოელია, დენთი გამოელია, თითქოს ვეღარ არის ესეთი ინტენსიური და ამით სარგებლობს გამოცდილი ჯაბა მემიშიში. ხედავთ რაღაცას ამზადებს ისე მემიშიში სისხლს ხედავთ ფოცხერაშვილის სახეზე ვაჟკაცი ბიჭია მებრძოლი ბიჭია ცდილობს მაგრამ ამ შემთხვევაში მემიშიშის ტექნიკამ და გამოცდილებამ როგორც ჩანს თავის გაეტანა მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა მოკრივის მიმართ ვინც ცდილობს და შეუძლია რომ რინგზე ფეხი შედგას ეს არის ურთულესი სპორტი სადაც ვინც შეძლებს და რინგზე ფეხი შედგას უკვე გამარჯვებულია უკვე წარმატებულია უკვე მაგარია უკვე ვაჟკაცია და ყველა იმსახურებს პატივისცემა აი ეს არის ყველაზე მთავარი ჩახჯაბა მემიშის ნამდვილად გალამაზად ლევანტელი შოუ ბათუმელი მოკრივის გამოჩენა მინდა წარმატებები უსურვო გიორგი ფოცხერაშვილს ნამდვილად ძალიან წესიერი პიროვნებაა კარგი მებრძოლია თუმცა აშკარაა რომ დღეს გამარჯვება ჯაბა მემიშის დარჩება They ask why I never smile for the less. Because respect isn't rented, it's earned in the trenches. One person luck, 99 grit, zero shortcut touch, all the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given. ოთხი რაუნდის შემდეგ ვეცნობით მსაჯთა გადაწყვეტილებას გულების მიხედვით 40-26
39-38 და 40-37. შესაბამისად ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ჯაბა ლაზი მემიშიში Muscle 10,000 reps while you chase the weekend. I call my name in silence, sharp and gleaming. Fingertips split, laces free the thread. While you post the poses, I bread on the ledge. No shortcuts cut, no handouts took. Every callous და უსურვოთ სამომავლო წარმატებები, უსურვებთ წარმატებებს მის მეტოქეს გიორგი ფოცხერაშვილს. შესანიშნავი შოუ დაიდგა აი ამ ბრძოლაშიც.